მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა განვიხილო უკვე არქიტექტურის საკითხი რო დავამთავროთ და მე გადავიდეთ ცალკეულ პერიფერიულ ნაწილებზე მუშაობაზე და მის პროგრამირებაზე. უბრალოდ არსი გავიგოთ, ზუსტად რა გვჭირდება, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერმა კარგად იმუშაოს, საბოლოოდ არსი რო გვესმოდეს ამ ყველაფრის. ამისთვის მაგალითად ჯერ განვიხილავ ესეთ დეტალებს, რომ მაქვს ესეთი ფაილები, როდესაც მუშაობ ხოლმე, საწყის ეტაპზე თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ როდესაც დაგჭირდება ეს ყველაფერი, აუცილებლად გეტყვით, რა საიდან უნდა გადმოვიწეროთ. რთული არც მოსაძებნი არ არის. უბრალოდ ორი ფოტო მაქვს pinout diagram-ისთვის. ერთი არის generic user guide. წვეტებისთვის გჭირდება ხოლმე, data sheet-ი არის და manual reference-ი, რომელიც აქამდე უკვე გვინახავს. გახსნილი მაქვს ახლა manual reference-ი და data sheet-ი. ეს არის ჩვენი manual reference და ჩვენი data sheet-ი. მოდი ეს თავებიც ჩამოვშალოთ. და ეს რა თქმა უნდა გვჭირდება, რომ არქიტექტურა გავიგოთ ხოლმე კარგად. ახლა ამ თავში, რასაც გეტყვით, ის არის თუ პერიფერიალები როგორ მუშაობენ, ზუსტად რომ გავიაზროთ ყველაფერი, კარგად, რა გვჭირდება ხოლმე ამისთვის, რა არის აუცილებელი და სამომავლოდ რის დაკონფიგურირებაც დაგჭირდება ხოლმე, ახლავე რომ ვიცოდეთ და მერეც რა თქმა უნდა შევეხებით, უბრალოდ ახლა უნდა გქონდეს ამ ყველაფრის შესახებ ცოდნა. ისევ ამ კოდზე დავბრუნდებით, თუ დავაკვირდებით, ახლა ამით მინდა გაჩვენოთ ის თუ რა გზებს გადის, მაგალითად თუნდაც ეს კოდი ჩვენს შემთხვევაში. Paint-შიც დახაზული მაქვს, ცოტა რაღაცები სეგმენტებს დავხაზე, რადგანაც ძალიან ვრცელი ვიდეო გამომივიდა, ერთი ახლა მეორე ვიდეოს წერ. აი, თუნდაც ესე იყოს, მარტივი ნახაზი მაქვს გაკეთებული იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მაგალითად ჩვენი პროცესორი. ხო, აი, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ჩვენი პროცესორი. ხოლო აი ეს ნაწილი არ გვჭირდება. ნუ, აი, ესე იყოს, ესე წავშლი. წარმოვიდგინოთ, რომ ესე იგი ეს არის ჩვენი პროცესორი. პროცესორი დაკავშირებული არის აი აქ როგორც ხედავთ, bus matrix-ზე. Bus matrix-ი დაკავშირებული არის ოპერატიული მეხსიერებასთან, აქ ეს რამე წერია static random access memory. ეს არის სტატიკი, რადგანაც ჩაშენებული არის, ჩვენი კომპიუტერებისგან განსხვავებით, რომელსაც უბრალოდ RAM-ს ვეძახით, არ შეგვიძლია ამოვიღოთ და ასე შემდეგ, ამიტომ static RAM-ად მოიხსენიება ხოლმე. არსებობს ასევე flash-ი. Flash მეხსიერება, სადაც კოდის ნაწილი არის დათმობილი და ამ bus matrix-ი ასევე არის დაერთებული AHB ბასი, რომელზეც ასე თუ ისე რაღაც წარმოდგენა უკვე შექმნილი გვექნება, თუ კი წინა ვიდეოები ვნახეთ. ჩვენ არ გაგვივლია აქეთ რას ნიშნავს 100 MHz-ი და ამ თემაზე გვექნება ძირითადი ასპექტი, ხოლო მანამდე აი აქ რატომ არიან ეს ყველაფერი ასე დაკავშირებული, ამ ყველაფერს გავივლით. მოდი კოდში დავბრუნდეთ. გვაქვს კოდში char ტიპის constant მიმთითებელი, რომელშიც წერია string-ი, ტექსტი. ასევე გვაქვს char ტიპის მასივი და შემდეგ main ფუნქციაში ციკლის საშუალებით ვქნი i ცვლადს ციკლში. შემდეგ სანამ p ცვლადი არსებობს, ანუ სანამ p ცვლადის ზომამდე ვზრდით is ერთით და თითოეული ელემენტი გადაგვაქვს მოკლედ p message-დან my data message. მოკლედ აქ გეტყვით, რომ constant ტიპის ცვლადები გადადის, როდესაც კოდში ვქნით და ამ ყველაფერს ჩავწერთ ხოლმე, ინახება, აი აქ რაც მაქვს მონიშნული, flash მეხსიერების ნაწილში, რომელ ნაწილსაც ქვია ROM, read only memory ნაწილში. აქ ბაიტები გვაქვს, აი ახლა ნახეთ, გვიწერია ესეთი ტექსტი hello world. როგორ შეიძლება აქ ჩვენ ვიცით, რომ ყველა მეხსიერება არის რაღაც უჯრები, სადაც შეგვიძლია მხოლოდ ერთიანები და ნოლიანები ჩავწეროთ ხოლმე მასში. აქვე მაქვს გახსნილი თუ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი, აი ASCII ცხრილი რო გავხსნათ, მაგალითად გეტყვით, რომ სანამ ამ ASCII ცხრილს განვიხილავთ, ჩვენ როდესაც მისამართებზე გვაქვს საუბარი, აქამდე ნათქვამი მაქვს, რომ ერთი რომელიღაცა მისამართი მიუთითებს მეხსიერებაში 1 ბაიტ ზომას.
ანუ ნახეთ, თუ კი მიწერია 0x080 ესეთი მისამართი, არ ვიცი, ბევრი ნოლი მომივიდა, ცოტა ნოლი მომივიდა. წარმოვიდგინოთ, რომ p message არის აი ამ მისამართზე. ანუ რეალურად ეს მისამართს ჩავწერთ ხოლმე თუ უბრალოდ კოდში რასაც ვაკეთებ ხოლმე, ცვლად ჩავწერთ თუ რას ჩავწერთ, ამაზე მნიშვნელობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ჩვენ შეგვეძლო რომ აი წინა შემთხვევას გაჩვენებთ, რომელი კოდიც დავწერეთ, აქ მე რეალურად მისამართებზე ვწერდი რაღაც ბიტებს, ხო? ანუ რეალურად აქ კი მიწერია, რომ RCC-ში ჩაიწეროს ეს GPIO-ODR-ში, მაგრამ GPIO-ODR-ში იწერება აი ეს მისამართი არის, ხო? ამ მისამართზე, ანუ GPIO-ის რაღაც ამ მისამართის მე-14 დამატებული 14 მისამართი კიდევ, შემდეგი 14 ბაიტი ამ მისამართზე გადაიტანა, ანუ ეს მისამართი ხო ნიშნავს რეალურად რაღაცა 3 4 5 6 7 8 8 ბაიტს. ამას თუ დაემატება 1 ახალ მისამართის ახალ 8 ბაიტს ნიშნავს ეს ყველაფერი, ხო? მოდი ახლა ამ ყველაფერს წავშლი. ეს ყველაფერი იმედია გვესმის, რომ ერთი მისამართი მიუთითებს 1 ბაიტ, ანუ 8 უჯრას. შესაბამისად, აი აქ მე მაქვს ქარ ტიპის ცვლადი ამ შემთხვევაში const, რადგანაც არის მისი შეცვლა არ შეგვიძლია და const ტიპისთვის არის flash-ში როგორც ვთქვი რომ ადგილი. ამ მისამართზე, ესე იგი არის 8 უჯრა 1 2 3 4 5 6 7 და 1 უჯრა გამომცა კიდე. ანუ რეალურად ეს ერთი მისამართი მიუთითებს 1 უჯრაში. ამ უჯრაში როგორ ხდება ესე იგი ჩაწერა? რეალურად hello world, მე მგონი 12 სიმბოლო არის, ზუსტად არ მახსოვს. ესე იგი 12 ბაიტი გვჭირდება რომ ჩავწეროთ ეს ინფორმაცია, რადგანაც თითოეული სიმბოლო იკავებს 1 ბაიტს, ანუ 8 ბიტს. H-ი, ნახოთ ახლა როგორ იკავებს 1 ბაიტს. H-ი ნიშნავს, ეს არის ASCII ცხრილი, სადაც სიმბოლოების ორობითი ჩანაწერები შეგვიძლია ვნახოთ. ნუ ორობითი, 10 ბიტი, 16 ბიტი, 8 ბიტი და ასე შემდეგ. ჩვენთვის ორობითი არის უკვე მნიშვნელოვანი. აი 0 1 0 0 1 0 0 0. ანუ 0 1 0 0 1 0 0 0. ანუ მეხსიერების დაუშვად ამ მისამართზე შეიქმნა ეს ცვლადი. იქ თუ სხვადასხვა ცვლადებია, სხვადასხვა ადგილი იქნება და სიტყვაზე ავიღოთ რომ ეს მისამართი არის აი აქ რაც მიწერია ეს. თუ კი ამ მისამართზე შეიქმნა აი ესეთი ერთიანების ჩანაწერი, ეს ნიშნავს რომ აქ წერია H, ხო? H-ი გადავიდა აქეთ. ხოლო ახალ მისამართზე, ანუ ამას პლუს 1, 0x1 იგივეა, ან ესე რო ჩავწეროთ ეს იგივეა. აქ უკვე გადავა ზუსტად ესეთი p-message, ოღონდ პლუს 1, შემდეგი მისამართი, ანუ მოდი ეს საერთოდ არ გვჭირდება. აი ამას საერთოდ ესე წავშლი, რო არ აგვრიოს. ანუ ესეც ახალი მისამართია, რომელიც მიუთითებს ახალ 8 ბიტს, 1 ბაიტს. აქ უკვე გადავა i და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს აღარ დავწერ, ხო? ანუ მეხსიერების რომელიღაცა უჯრებში ჩაიწერება ერთიანების და ნოლიანების ის კომბინაცია, ანუ i რო ვნახოთ, i არის 0 1 1 0 0 1 0 1 0 1 1 0 0 და 1 1 ბოლოში 0. არა. ეს შემიშალა 1 და 0. ხო, ესე ჩაიწერებოდა ამ მეხსიერებაში ერთიანების და ნოლიანების ესეთი კომბინაცია გვექნებოდა, ამ მისამართზე ესეთი კომბინაცია გვექნებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვიცით რომ ეს მეხსიერება არის flash მეხსიერება, სადაც ეს წერია, აი flash მეხსიერებაში, მაგრამ მე კოდი რაც მიწერია, მეორე ცვლადი რაც არის ქარ ტიპის მასივი 50 ელემენტიანი, აი აქ შევქმენი ესე იგი 50 ბაიტი, ანუ 50 გამრავლებული 8-ზე 400 უჯრა გამოვყავი აი ამ ცვლადისთვის.
აქ მიწერია ესეთი რაღაცა, რომ my data, ვიცით რომ არის my data ოპერატიულ მეხსიერებაში. ჩემი მიზანი არის რომ გადავიტანო p-message-ის მნიშვნელობები, ანუ აქ რა ინფორმაციები წერია, მაგალითად ოპერატიული მეხსიერება არის 0x2000-დან იწყება სიტყვაზე ვთქვათ. ანუ my data-ს პირველი მნიშვნელობა ჩაიწერება აი აქ. ну კიდევ ერთი არ მახსოვს, მოკლედ აღარ დავიწყე ამას, იმედია 8 ცალია სულ. 1 2 3 1 2 3 4 5 6 7 8. ხო, ეს 17-ია. ხო, თუ სწორად დავთვალე, ეგეც არ ვიცი. ხო, მე მგონი სწორია. 8 უჯრაზე მიუთითებს ეს და პირველ უჯრაში უნდა გადმოვიტანოთ ესენი, მეორე უჯრაში გადმოვიტანოთ, ანუ ახალ მისამართზე რაც იქნება H-ი, შემდეგ E, შემდეგ L და ასე შემდეგ. ანუ აქ for ციკლი ზუსტად ამას აკეთებს, ჯერ პირველ ელემენტს გადმოიტანს, ანუ პირველი მისამართის მონაცემებს აიღებს და გადმოიტანს ამ მისამართში. შემდეგ მეორე მისამართის ბაიტებს გადმოიტანს, ანუ ეს ახალ მისამართს ნიშნავს 1 ბაიტით გაზრდა. ანუ აქ 1 სტოლი იქნება, ხო? ანუ თავიდან 0 სტოლი იქნება, ციკლი რომ მეორე შესრულდება 1-ის, მერე 2-ის და ასე შემდეგ. ну სიტყვაზე ვთქვათ, ეს როცა 0 სტოლი არის, იგულისხმება აი ეს მისამართი, ამ მისამართიდან აიღებს ესე იგი ამ მნიშვნელობას და გადაიტანს my data-ს 0 მისამართზე, ანუ ეს არის ეს. ერთი მისამართი იქნება უკვე. აქ თუ 1 წერია და აქაც 1 წერია. აი, აქ უკვე ესეთი შემთხვევა გვექნება, ოპერატიულში გადადის ეს. მთელი მუღამი და მთელი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ პროცესორიდან ფლეშ მეხსიერებიდან ვიღებთ ინფორმაციას, გადაგვაქვს პროცესორი მუშაობს, ხო, ამ ყველაფერზე, გადაგვაქვს შემდეგ ეს RAM-ში. ეს ყველაფერი როგორ ხდება? ამისთვის უნდა ჩავიხედოთ bus matrix, რასაც ქვია სისტემის არქიტექტურაში, bus matrix-ი. აი ვნახოთ, ფლეშ მეხსიერება დაკავშირებული არის I-code-ით და D-code-ით ორი ცალკეული ხაზით. I-code-ი ნიშნავს ინსტრუქციების გზას, ანუ I instructions code. ინსტრუქციებში იგულისხმება პლუსი, მინუსი თუ რა მოხდეს, რას მიენიჭოს, რა გაკეთდეს და ასე შემდეგ. პროცესორში ჩაშენებული არის ეს ბრძანებები, ასემბლერის ბრძანებები და ვეუბნებით მაგალითად, რომ აქ დაემატოს ამ რიცხვს ეს და ისე ჩაიწეროს იქით და ასე შემდეგ. პროცესორმა უნდა მიიღოს ინსტრუქცია, რომ იცოდეს რა გააკეთოს. ასე რომ ფლეშ მეხსიერება სჭირდება ეს ინსტრუქციები, რომ უთხრას პროცესორს და ასევე სჭირდება data, რადგანაც ფლეშშიც გვაქვს რაღაცა data ხოლმე რომ გადავიტანოთ. ხოლო ეს RAM-ს, ანუ სჭირდება data-ც, სჭირდება ინსტრუქციებიც და სისტემა. System bus-ი გამოიყენება უკვე დანარჩენი პერიფერიალების სამართავად, აი აქ რა ფოტოც გვაქვს. თუ დავაკვირდებით, აი აქ bus matrix-ზე კი შეერთებული არის, თუმცა აქ როცა ჩავიხედებით, ჩვენ გვეცოდინება, რომ AHB დაკავშირებული არის system bus-ზე. ანუ ინფორმაციები კონტროლდება სისტემის მიერ. სისტემას ეს ყველაფერი იმედია გავიგეთ, თუ როგორ მოხდა ფლეშ მეხსიერებიდან ამოღება ინფორმაციის და შემდეგ გადატანა ეს RAM-ში, ანუ რა გზა გაიარა ინსტრუქციები, გაიარა data, შემდეგ ისევე გადმოვიდა ოპერატიულში ინსტრუქციებით და data bus-ით და ჩაწერა მასში. ხოლო სისტემისთვის, დანარჩენი პერიფერიალური მოწყობილობებისთვის გვაქვს AHB bus-ი. ამაზე დაახლოებით წარმოდგენა უკვე გვექნება. არ გვისაუბრია უკვე ეს რას ნიშნავს და ეს არის clock-ის სიხშირე. clock-ში იგულისხმება, თარგმანი შეიძლება საათიც იყოს ხოლმე, მაგრამ clock-ი უფრო ზუსტი თარგმანი იქნება, რომ იმპულსური, ანუ რაღაც სიხშირეზე მომუშავე იმპულსები, რომელიც სინქრონულად გვაძლევს. ეს ყველაფერი შეგვიძლია შევადაროთ ადამიანის გულს, რომელიც რაღაც სიხშირეზე მუდმივად ფეთქავს. ისევ ფეინზე რო დაუბრუნდე, თუ რაში გჭირდება ეს ყველაფერი, მაგალითად გვაქვს საათი, რომელიც აი ესე clock-ი აინც საათს ვეძახი ხოლმე. აი რაღაც ესეთ იმპულსებს გვაძლევს, აი მე მარჯვენა ღილაკზე მომიხდა ხელი და ამიტომ წამეშალა. აი ესეთ იმპულსებს გვაძლევს დაუშვათ clock-ი. ხოლო ეს წარმოვიდგინოთ მონაცემად
მონაცემია, რომელიც გაგზავნას ან მიღებაც გვინდა. სიტყვაზე რომ თქვათ, აი clock-ის გარეშე მარტო ეს რო წარმოვიდგინოთ, ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ ეს ერთიანად წავიკითხო, ნოლიანად თუ როგორ. სტანდარტულად შეიძლება რომ დავაკვირდეთ, ეს ვიფიქროთ, რომ ერთიანია, ეს ნოლიანია, ეს ერთიანია. მაგრამ ამ შემთხვევაში გვექნება ესეთი მონაცემი 1 0 1. ანუ გამოდის რომ ჩვენ მონაცემებს ვიგებთ ისე, როდესაც high-ია სანამ low არ გახდება, მანამდე ერთიანად აღვიქვამთ ამ ყველაფერს. თუმცა clock-ის მთელი მუღამიც ის არის, რომ ეს მონაცემები დავყოთ, აი high იმპულსებად, აი clock-ის high იმპულსები სადაც არის, აი აქედან აქამდე, სადაც clock-ის high იმპულსი იქნება, იქ რა შემთხვევა გაქვს? აქ თუ high-ზეა, ეს თუ high-ია და ეს low-ა, აქ თუ high-ზეა, ესე იგი ამას აღვიქვამ ერთიანად, აქ ეს არაფერი არ არის, იმიტომ რომ აქ clock-ი low-ზე გვაქვს, შემდეგ clock-ის high იმპულსზე აქაც ერთიანი გვექნება, შემდეგი clock-ის იმპულსზე უკვე low სიგნალი გვაქვს და ეს უკვე ნოლიანად აღიქმება, ესეც უკვე ნოლიანად აღიქმება, მოდი ამ ნოლიანს მოვაქცევ ამაში, ეს უკვე ერთიანად, ესეც ერთიანად და თუ ეს ნოლიანზე გვაქვს, მაშინ ნოლიანად. ანუ გამოდის რომ აქ clock-ის ამ იმპულსზე მივიღეთ ერთიანი, შემდეგ კიდევ ერთიანი, აქ 0, აქ კიდევ 0, აქ 1, აქ 1 და აქაც 0. ანუ clock-ი არის ინფორმაციის გასაგებადაც და ასევე პერიფერიალების სამუშაოდაც, თორე clock-ის გარეშე არაფერი არ იმუშავებს ფაქტობრივად არც პროცესორი და ვერ მიხვდება რა მონაცემები სად იგზავნება და რა პრინციპით და რა სიხშირით და როგორ უნდა გააგზავნოს. ასევე ვიყენებთ ტაიმერებისთვის, დროის ასათვლელად, რაღაც წვეტებისთვის და ასე შემდეგ. clock-ები, ესე იგი წარმოვიდგინოთ, რომ არიან ჩვენი მთავარი პროცესორის ენერგიის წყარო არა, სიცოცხლის წყაროები, რადგანაც შეიძლება ენერგია ჰქონდეს, მაგრამ თუ clock-მა არ გაიგო ამათ შორის რა ხდება, ესე მარტო დენი რომ მივაწოდოთ, ვერ გავიგებთ და ვერც ინფორმაციას ვერ მივაწვდით მათ clock-ის გარეშე. clock-ი გამოიყენება, ესე იგი, სხვადასხვა პერიფერიალების სამართავად და პირველ რიგში აქ რა კოდიც მეწერა, წინაზე რაც დავწერეთ, თუ გახსოვთ RCC-ში, ანუ reset clock control-ში გადავედი მოვძებნე ამ ბასის გამააქტიურებელი რეგისტრი და ჩავწერე ამ რეგისტრში, რომ GPIO port C-ზე გამეხსნა ეს გზა. აქვე მიწერია, რომ ეს 100 MHz-ზე შეუძლია მუშაობა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამისი კონფიგურაცია ენერგიის დაზოგვის მიზნით შეგვიძლია შევამციროთ clock-ის სიხშირე. ლეპტოპი მიჯდება. თუმცა ვეყოფა მე მგონი. შეგვიძლია clock-ის სიხშირე ვაკონტროლოთ, სასურველ სიხშირეზე გადავიყვანოთ და სასურველი, ანუ არსებობენ ისეთი რეგისტრები, რომელიც სხვა სიხშირეზე მუშაობენ, ანუ მაღალ სიხშირეზე არ შეუძლიათ და მათ ვამუშაოთ საჭირო სიხშირეზე. ანუ მაღალ სიხშირეზე მუშაობაში გულისხმობ ესეთ რაღაცას, რომ თუ კი ერთი მონაცემი მხოლოდ ამ წამში, მხოლოდ ერთი იმპულსის გამოგზავნა შეუძლია, ანუ ერთი იმპულსი წამში ძალიან დაბალია 1 MHz-ია, ხო? ხოლო ჩვენ გვაქვს მეორე clock-ი, რომელიც წამში 2 სიხშირეს აკეთებს. აი, ესეთი რაღაცა რო წარმოვიდგინოთ, თქო, ეს არასწორად მაქვს დახაზული. ზოგი დიდია, ზოგი მოკლე და ამიტომ ეს ცოტა არ შეესაბამება, თუმცა პრინციპი იმედია გავიგებთ. ანუ მე ყოველ ამ ჯერზე, როცა ერთი მოწყობილობა ერთიანს მიგზავნის ან ერთიანს უგზავნი და კომუნიკაციაში ვარ, მოკლედ რომელიმე მოწყობილობასთან, აი ნახეთ ეს ერთიანები ჩემთვის მაღალ სიხშირეზე თუ მოусმინე, იგივე სიხშირეზე თუ არ დავდექით ორივე, მაშინ მონაცემები აირევა და აქ უკვე ორ ერთიანს მივიღებ, ერთიანს აქ, აქაც 2 ნოლიანი, ერთიანი. ამიტომ ჩვენთვის სასურველი არის ხოლმე რომ ეს სიხშირე დავყო და ყოველი მეორე ავიღო, ან იმის მიხედვით თუ როგორი clock-ი და როგორი პერიფერიალური მოწყობილობა გვაქვს, იმის მიხედვით უნდა გამოვიყენო. ამისთვის მეხმარება ხოლმე პრესკალერი. პრესკალერი არის სიხშირის დამყოფი, ანუ clock-ის სიხშირეს ყოფს 2 ხარისხებად დაახლოებით 8 სიხშირე შეუძლია დაყოს 2 4 6 2 4 8 16 32 128 და 256. STM 32 პრესკალერ რო ჩავწეროთ, მოდი ვნახოთ
იქნებ რაიმე კარგი ფოტო იყოს აქ. ხო, ასეთ დიაგრამას გაჩვენებთ, თუმცა ხო, მოკლედ არის შიდა რაღაცა მოწყობილობა, რომელზეც შეგვიძლია აი აქ ეს clock-ი როდესაც არის, ერთს როდესაც მიიღებს, გამოტოვოს კიდევ ერთი და მიიღოს მეორე. ხო, ასეთ შემთხვევაში თუ კი გვაქვს ჩვენ 16 მეგაჰერცი, პრესკალერს თუ 2 სიხშირეზე დავყოფთ, გამოდის რომ გვექნება 8 მეგაჰერცი. თუ 4-ად ყოველ მეოთხე იმპულსს ავიღებთ, მაშინ გვექნება 4 მეგაჰერცი, ხო? თუ კი 8 დავყოფთ, მაშინ გვექნება 2 მეგაჰერცი და ესე შეგვიძლია შევამციროთ. ასევე გეტყვით ესეთ რაღაცას, გადმოვიდეთ ახლა clock-ზე თუ რა სიხშირე შეგვიძლია ზოგადად გქონდეს STM32-ზე. Clock-ი არის იმპულსების მწარმოებელი პროცესორში და მოდი გავხსნათ აქეთ ჩვენი manual reference და გადავიდეთ clock-ზე. Clock-ზე როგორც გვაქვს, შეიძლება გქონდეს სამი წყარო ჩვენს პროცესორს გქონდეს HSI, HSE, high speed internal, high speed external და main PLL-ი. High speed-ი არის ჩაშენებული, high speed internal-ი იგულისხმება ჩაშენებული clock-ი, რომელიც მენუალში უნდა ვნახოთ რა სიხშირეზეა, სხვადასხვა მოწყობილობა შეიძლება სხვადასხვა სიხშირე გქონდეს. HEC ეს არის external-ი, რომელიც ხელით შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი პლატა დავხაზოთ, მიკროსქემა შევქმნათ და ის პატარა მიკროპროცესორი რაც არის, ავდგეთ და გადავიტანოთ და დავუყენოთ განსხვავებული სიხშირის clock-ი. მესამე არის main PLL-ი, რომელიც ესე დამოუკიდებლად clock-ი არ არის, თუმცა გარე clock-ის იმპულსების გენერირება შეუძლია, ანუ ან დაყოფა, ან გაზრდა, ან შემცირება. ის თუ როგორ აკეთებს, ცოტა ამ კურსის ფარგლებში ხდება, აქ არის clock-ის დიაგრამა. აი მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის low speed internal clock-ი, RC აწერია ხოლმე და ჩაშენებული ესეთი internal clock-ები უფრო გამოიყენებენ RC, ანუ რეზისტორ და კონდენსატორი ტიპის clock-ები არიან. ხო, ამ ორი ელექტროკომპონენტით გამოიყენება ესეთი იმპულსების მიღება. შემდეგი გვაქვს high speed clock-ი, H clock-ი, რომელიც გამოიყენება AHB ბასისთვის და ასევე აქ თუ დავაკვირდებით, პრესკალერი გვიზის და APB ბასებისთვის ყოფს ჩვენს სიხშირეს რაღაც ორის ხარისხებად. ხო, ეს პრესკალერში თუ ჩავიხედებით, კიდევ გავიგებთ ყველაფერს. ანუ მე მინდა ხოლმე რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია. უბრალოდ შეზღუდული ვარ იმაში, რომ რაღაც ვიდეო ედიტინგი, მონტაჟი და რაღაც ესეთებში უბრალოდ ვიღებ ვიდეოს, ტვირთავ, ხოლო არიან მაგალითად ისეთი ვიდეოები YouTube-ზე ცალკეული თემა თუ და გაინტერესებთ, შემიძლია მეც ჩავწერო ვიდეო, მაგრამ რაღაც 2 წუთიანი ვიდეოები შეიძლება ისე კარგად მოახდინოს ვიზუალიზაცია და გადმოგცეთ ის აზრი, რომ ბევრად კარგად გაიგოთ. მე ამას ვერ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ თეორიულად მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყველაფერი ავხსნა. დანაკლისიც მაქვს ხოლმე რომ ზოგჯერ რისი გადმოცემაც მინდოდა მაქსიმალურად ისე კარგად შეიძლება ვერ გადმოგეცით, როგორც მინდოდა რომ გადმომეცა, რადგანაც აი ამ ხრივ შეზღუდული ვარ. მე თვითონ უამრავი ვიდეო მინახავს, უამრავი სტატია წამიკითხავს, როგორ უნდა ვამუშავო ესა თუ ის მოწყობილობა, რაღაცები უფრო ვიცი, მაგრამ გადმოცემისთვის ის ყველაფერი როგორც ვისწავლე, მეხმარება გონებაში აღქმაში, მაგრამ მე თვითონ ვერ გაწვდით ამას ვიზუალურად. ამ ხრივ თუ რაიმე ხარვეზი გექნება, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და შევეცდები რომ ცალკეული ვიდეოებიც გავაკეთო, ან დამატებით YouTube-ზეც შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები ან ცალკე სტატიებიც შეგიძლიათ მოძებნოთ, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ეს ყველაფერი. ესე იგი, გქონდა clock-ის სამი წყარო, internal, external და PLL-ი, რომელიც ასევე პროცესორში დევს და გარე ან შიდა clock-ის სიხშირეს გენერირება შეუძლია კიდევ. აი, აქვე კიდევ ქვედა ფოტოებზე, ანუ აქ სათითაოდ არ გავივლი ახლა ყველაფერს, იმიტომ რომ სამომავლოდ როდესაც რაღაც ერთალებს გავივლით, პერიფერიალებს ხოლმე შევეხებით ამ ნაწილებს და ეხლა რო წინასწარ ზოგადად არ გქონდეს რაღაცა ინფორმაცია, არასაჭირო რაღაცაზე, რომელიც შეიძლება ან დაგჭირდეს ან არა, ყველაფერს ამიტომ არ გავივლი, მარტო გავივლი იმას, რაც ჩვენი კურსის ფარგლებში იქნება. პერიფერიალები და ასე შემდეგ. ხო, მოდი დავუბრუნდეთ, აღარ გავაგრძელოთ. ესე იგი, ეს არის clock-ის დაერთების სისტემა, როგორ შეგვიძლია ჩვენ clock-ი დავაერთოთ, ამის ვიზუალიზაციასაც გაჩვენებთ პრაქტიკულად. და პრესკალერზე, მოდი უკვე პირდაპირ გადავიდეთ STM Cube ID-ზე. აი, აქ მქონდა
ეს გაკეთებული არის უკვე რაღაც ვარიანტი და აი მოდი გაჩვენებთ ესეთ ვარიანტს, ხო? სტანდარტულად, როდესაც ჩვენ ვქმნით რაღაცა პროექტს STM-Cube ID-ით, პირველი ფოტო რაც არის ხოლმე, ეს არის ჩვენი პროცესორის pinout დიაგრამა და შეგვიძლია ესე ხელით რაღაც რეჟიმები ავირჩიოთ, ხო? მოდი ამას გამოვთავ, ჩვენთვის ახლა საინტერესო იქნება clock-ი, ცალკე აქვს clock-ის განყოფილება. აი აქ თუ დააკვირდებით, ეს არის ის თუ რა გზით მიემართება საბოლოო ჯამში ჩვენს მოწყობილობაში clock-ი. ანუ როგორ აწვდის სისტემას სიხშირეს ჩვენი clock-ი. აქ წერია H clock, ანუ აქეთაც დიაგრამაზე რაც გქონდა. აი H clock-ი თუ საით როგორ მიემართება, ასევე მოდი აქეთ დავბრუნდები ჯერ და ნახავ კიდევ ყველაფერს. პრესკალერი რაზეც ვილაპარაკე, ანუ clock-ის გარე წყარო შეგვიძლია დავყოთ და პრესკალერი გჭირდება, იმიტომ რომ ზოგიერთი მოწყობილობა მუშაობს დაბალ სიხშირეზე და მაღალ სიხშირეზე თუ ვიმუშავებთ, მასთან არ მოგვიწევს. ანუ ჩვენი სიხშირე უნდა შევამციროთ იმ სიხშირემდე, რა სიხშირითაც მუშაობს, ხო? მაგალითად, ერთი მოწყობილობა შეიძლება მუშაობდეს 2 MHz-ზე და მე თუ აქ 16 MHz ვიყენებ, მაშინ გამოდის, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ და სულ რო გამოვიყენო, არასწორად გამოვა და იმ შედეგს ვერ მივიღებ, რაც მინდა რომ მივიღო. ესე იგი, პრესკალერით შეგვიძლია აი დავყოთ ამ სიხშირეებად, ანუ თუ კი მაქვს 16 MHz და პრესკალერს ესე დავაკონფიგურებ, მექნება საბოლოო ჯამში 8 MHz, თუ ასე დავაკონფიგურებ, მექნება უკვე კილოჰერცები და ასე შემდეგ, ხო, აქ 2 MHz მექნება და ასე შემდეგ. ანუ პრესკალერი ყოფს უბრალოდ ჩემს სიხშირეს და აი ამ რიცხვების საშუალებით ყოფს, ხო? 2-ის ხარისხებია ფაქტიურად, ხო? ნუ 32 არ არის აქ. შემდეგი, აი, ძირითადი ნაწილი, შემიძლია ჩემი სისტემისთვის, ესე იგი, მოდი პრესკალერი ერთზე დავაყენოთ და მაქსიმალური სიჩქარე გქონდეს. ჩაშენებული არის HSI, High Speed Internal RC ოსცილატორი, რომელიც მუშაობს 16 MHz-ზე. ანუ პროცესორში ეს ისედაც დევს და შემიძლია გარე clock-ი, გარე კვარცი, აი ესე გამოიყურება, აქეთაც ფოტოები მქონდა, აი როგორ გამოიყურებიან ჩვენ თუ ცალკეულ PCB-ს დავხაზავთ, სასურველი კვარცი შეგვიძლია ჩავდოთ მასში. თუ კი ჩვენ ავიღებთ და აქ ჩავსვათ ჩვენთვის სასურველი რაიმე მოწყობილობა, შეგვიძლია არც გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ამ შავ პროცესორში ისედაც იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ იქნება როგორც data manual reference-დან ვიცით 16 MHz-ი. თუმცა ეს პროცესორი ცალკეულად თუ ვიყიდეთ, ხო, ნებისმიერ ეს ადამიანმა, ვინც ეს პლატა გააკეთა, ხო, არ არის ამ მიკროსქემების, მიკროჩიპების წარმოებელი, ხო? ეს უბრალოდ პლატა გააკეთა, იყიდა ცალკეულად ეს და საბოლოოდ შეკრა ესეთი ბორდი, ესეთი მიკროკონტროლერი და გამოუშვა გაყიდვაზე. ანუ ეს წარმოებელზე არის დამოკიდებული, როგორ კვარცსაი, როგორ ოსცილატორს გამოიყენებს და რა პროცესორი ექნება მასში. ესე იგი, მოდი დავბრუნდები ისევ აქეთ. ჩვენ გვაქვს 16 MHz-ი შიდა ჩაშენებული და შემიძლია ჩემი სისტემის მთავარ clock-ად გამოვიყენო შიდა და მექნება აქ 16 MHz-ი. შემიძლია ასევე გამოვიყენო HS-ი, ახლა მკრთალად არის, ან შემიძლია გამოვიყენო PLL-ი. PLL-ს თუ დააკვირდებით, clock-ის წყარო იღებს ან HS-ის, ან HSI-ს. ახლა, რადგანაც აქ მიწერია, რომ მე კვარცს არ ვიყენებ, აქ ამიტომ კვარცი ოსცილატორს არ ვიყენებ, ამიტომ ეს მკრთალად არის, აი აქ HSI მკრთალად არის და არ გამოიყენება. თუმცა შემიძლია PLL-ზე ეს სიხშირე დავყო, მაგალითად ესე და აქ მივუთითო რომ PLL-ი გამოიყენოს. აქ უკვე 400 MHz-ზე ავიტანე ეს სიხშირე PLL-ის საშუალებით, მაგრამ ეს მოდი გავამრავლოთ უფრო დაბალ რიცხვზე. ნახოთ, აი 100 MHz-ზე ჩამოვიდა, მაგრამ 2-ზე ვერ ყოფთ ამ ყველაფერს. აი 8-ზე რო დავყოთ, მოკლედ ეს PLL-ის კონფიგურაციაა თუ როგორ შეუძლია აქ უკვე მივიღეთ 25 დაახლოებით 8-ჯერ ნაკლები, ანუ აქ რო 400 ჩავწერო წესით, ამან უნდა იმუშაოს. აი ასე შეუძლია ჩვენს PLL-ს კონფიგურაცია. ახლა ამას გრაფიკულად ვაკეთებ. 200 ესე იგი.
ხო, ну 400-ით შემეძლო და შემდეგ სხვა რამეზე გამეყო, აქ 8-ზე გამეყო, ესეც შეიძლებოდა. მოდი ესეც გავაკეთებ. ხო, არა, 400-ზე ვერ ყოფს, ესე იგი ჩვენი PLL-ი. ანუ ეს უკვე გრაფიკულად წინასწარ მზად არის და ჩვენ კოდში ამ ყველაფრის ფორმულებით, ანგარიშებით და დამატებით რაღაცებით აღჭირდება ხოლმე. უბრალოდ ეს მარტივად გვაძლევს ამ რიცხვების პოვნის საშუალებას. ახლა გადავიდეთ, თუ კი მე მაქვს ზემოდან დაყენებული ოსცილატორი, ჩემთვის რაღაც ამოვიღე, ან სხვა დავაყენე, კრისტალ კერამიკ რეზონატორს მიუთითებ, აი აქ გამოჩნდა ესეთი პინები RCC OS C in და out. აქეთ რო დავბრუნდე, აი თუ დააკვირდებით, როგორ შემიძლია დავაერთო ეს კვარცი, ხო, აქ დაერთების დიაგრამა არის და PLL-ის კონფიგურაციის განმარტება, ხო? აი აქ ის თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, ეს ცალკეული საკითხი არის, ამას ჯერჯერობით არ შევეხებით. ესე იგი, აქ დაემატა, მოდი clock-ზე გადავიდეთ, მთხოვა რომ განვაახლო. ახლა აქ მიუთითებთ მაგალითად რომ მინდა რომ გარე კვარცი, გარე ოსცილატორი გამოვიყენო. მაგალითად, ეს სიხშირე დავყო ასე, 400 MHz რო არ მქონდეს, მოდი, აი ესეთი კონფიგურაციები ესე ხელით შემიძლია გავაკეთო. მოდი მინიმალურიდან დავიწყებ. აქაც მინიმალურს მიუთითებ. უბრალოდ მე ვიცი რომ ჩემი პროცესორი, აი აქ რაც მუშაობს, აქ რაც გვაქვს, ეს მუშაობს 100 MHz-ზე. ესე იგი 100 MHz-ზე მეტს აქ ვერ ვამუშავებ. შესაბამისად, ანუ კვარცი როგორი მაღალიც არ უნდა მქონდეს, მაღალი სიხშირე არ ნიშნავს უკეთეს 100 MHz უკვე ისედაც ძალიან მაღალი სიხშირე არის, შეიძლება ჩვენს კომპიუტერებში გიგაჰერცები არის და 100 MHz არაფერი არ გვეგონოს, თუმცა ძალიან დიდი სიხშირე არის ეს სიხშირე. ესე იგი ჩვენ საბოლოო ჯამში 100-ზე მეტს აქ ვერ მივაწვდით და ჩვენი მიზანიც არის რომ აქ ისეთი რიცხვი მივიღოთ, რომელიც იქნება აქ ისეთი კონფიგურაცია მოვახდინოთ PLL-ზე, რომ აქ მოგცეს 100 MHz. პირდაპირ შემიძლია ჩემი clock-ის წყარო დავირჩიო HSI, ანუ სამი ტიპის clock გქონდა, ხო? HSI, HSE და PLL-ი. თუ კი HSE-ს მიუთითებთ, ეს არის 25 MHz-იანი ოსცილატორი. შესაბამისად, მექნება 25 MHz, შემიძლია მაგალითად ცალკეული პერიფერიალებს, ზოგს ცალკეული პრესკალერები აქვთ. მაგალითად ეს გავყოთ 8-ზე და აქ მექნება 3 MHz-იან გავყოთ 2-ზე და ასე შემდეგ, ხო? 25 MHz მაქვს, ესე იგი APB2 ბასზე. მაქსიმუმი ჩვენ როგორც ვიცით, აქაც მაქსიმუმი შეგვიძლია ჰქონდეს 50 MHz, ხოლო APB2-ზე 100 MHz. მოდი ახლა გავაკეთოთ ეს ყველაფერი ესე. ანუ საბოლოო ჯამში მაქსიმალური სიჩქარე თუ კი მინდა მივიღო, აქ უნდა მქონდეს 100. 100 შემიძლია მაგალითად ახლა მარტივად მივიღო, ეს რადგანაც 25-იანი არის, ამას თუნდაც 400-ზე ავიღებ. ნახოთ, აქეთ PLL-ი მიუთითოთ და ამას გავყოფ 4-ზე. აი ახლა ეს ყველაფერი ჩადგა მწყობრში. შემეძლო რა თქმა უნდა ესეთი კონფიგურაციაც გამეკეთებინა. აქეთ 200 მიუთითო და აქეთ 2 და ნუ აქეთ სიხშირე იგივე მექნებოდა. clock-ის კონფიგურაციისთვის თავარი რაც არის, რაც უფრო დაბალ სიხშირეს გამოვიყენებთ, უფრო მეტად ჩვენი კონტროლერი უფრო ენერგოეფექტურად იმუშავებს და ასევე საჭირო არის ხოლმე რომ ჩვენი clock-ისთვის ვიცოდეთ რომელ პერიფერიალს ვიყენებთ, რომ საჭირო კონფიგურაცია მოვახდინოთ ამ clock-ების, რომ ჩვენმა პერიფერიალებმა იმუშაონ წარმატებულად, ოპტიმალურად და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ შეგვიძლია გავყოთ ხოლმე უბრალოდ LED-ის ანთების დროს საერთოდ არ გვჭირდებოდა რაღაცა დამატებითი კონფიგურაცია, ხო, სტანდარტულად ავიღეთ მაგალითად internal clock-ი და ასე შემდეგ. უბრალოდ, როდესაც კონფიგურაციები დაგვჭირდება, აუცილებელია ვიცოდეთ რა პერიფერიალებს ვიყენებთ, მასთან რა სიხშირით ურთიერთქმედებთ და ასე შემდეგ. ამისთვის მაგალითად ეს STM Cube ID ძალიან კარგ გრაფიკულ დამუშავებას მაძლევდა. მოკლედ, დღეს ამით მინდა მორჩე ჩვენი არქიტექტურის შესახებ, დავბრუნდები აქეთ ფოტოზე. ჩვენი არქიტექტურა დაახლოებით უკვე ვიცით, ყველაფერი თუ საიდან იგზავნება ინფორმაცია, კოდი როგორ ხდება Flash-ში, SRAM-ში რა ხდება, ხო, ცვლადები, ფუნქციაში გამოყენებული ცვლადები და ასე შემდეგ. აქეთ კონსტანტები, როგორ ხდება პროცესორთან გავლა, რა ხდება bus matrix-ში.
ხო, აი აქეთაც რაც გქონდა ეს ყველაფერი როგორ უგზავნის მაგალითად რა სიხშირე შეგვიძლია ავირჩიოთ და რა მეთოდით შეგვიძლია ხო ეს ყველაფერი აი აქეთ გვაქვს RCC და Reset Globe Control-ში აქ რეგისტრები არიან ზუსტად მაგისთვის რომ ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი HSI იქნება რომ ჩავრთოთ თუ ასე შემდეგ ამ რეგისტრების კონფიგურაცია შეგვიძლია მოკლედ გავიგოთ უბრალოდ მთავარი რაც იყო ეს იყო რომ უკვე წარმოდგენა გვაქვს როგორ მუშაობს პროცესორი რა ინფორმაციები იგზავნება პროცესორიდან სხვადასხვა პერიფერიულ მოწყობილობამდე შემდეგში უკვე დავიწყებ სათითაოდ პერიფერიალების განხილვას დავიწყებ GPIO-თ როგორ შეგვიძლია ვაკონტროლოთ რა რეჟიმები აქვს და რა კონფიგურაციები შეგვიძლია გავწეროთ მიღება გამოტანა რეჟიმის ღილაკს დავამატებ მაგალითად პროცესორზე და ღილაკს რო დავაწვევით რაღაცა ოპერაცია მივაბათ რომ მაგალითად ნათურა აინთოს ან ესე შემდეგ ასევე გვექნება SPI I2C და UART კომუნიკაციები თითოეულზე გვექნება წყვეტა ძალიან ფუნდამენტური საკითხი არის და სათითაოდ გვექნება თითოეულზე თუ რას წარმოადგენს თუ კი არ იცით გავიგებთ მომავალში იმიტომ რომ ცალკეული ლექციები მექნება ამისთვისაც მობილი ხო, ესენი არის, ასევე აქ გვაქვს DMA, სხვადასხვა ესეთი პერიფერიალური მოწყობილობები, რომლებსაც ჯერ არ შევეხებთ, რადგანაც ცალკეული თემა არის და ცალკეული კომპლექსური საქმიანობისთვის გამოიყენება ხოლმე ეს, ხო, direct memory address-ი. ან ასე შემდეგ. ძირითადი მოთხოვნა რაზეც არის ხოლმე, აი ესენია, რაც შემოვთვალე კომუნიკაციის პროტოკოლების ცოდნა და მისი მუშაობის კოდით, მაგალითად, მისი კონტროლის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. ახლა დაგემშვიდობებით, თუ კითხვები ან თუ გაუგებარი რამე იყო, თქვენითაც შეეცადეთ მოიძიოთ. არ მეზარება ვიდეოების ჩაწერა, უბრალოდ თქვენით როცა ეძებთ, უფრო საფუძვლიანი ხდება ხოლმე მიღებული ცოდნა. ასე რომ შეეცადეთ თქვენით მოძებნოთ, თუ არა, მეც დამისვით ცალკეულ ვიდეოებსაც ჩავწერთ. ახლა ამ ვიდეოს ბოლოს დაგემშვიდობებით. შემდეგი ლექციიდან დავიწყებთ უკვე GPIO-ს თეორიის ახსნას, შემდეგ პრაქტიკულად გავაკეთებთ პროგრამირების რამდენიმე ვარიანტს. და საბოლოო ჯამში მოგვიწევს ყველაფრის API driver-ის გაკეთება. ჩვენი ბიბლიოთეკის დაწერა, რომელ ბიბლიოთეკასაც გამოვიყენებთ სხვადასხვა სენსორებთან სამუშაოდ ან სხვადასხვა მოწყობილობებთან სამუშაოდ. ამ ჩვენი მთლიანი ბიბლიოთეკა გვექნება და არ დაგჭირდება მაგალითად ინტერნეტიდან გადმოვიწეროთ ვიღაცის მიერ რაღაცა header ფაილები, ბიბლიოთეკები და ასე შემდეგ. ჩვენ გვექნება უკვე საფუძვლიანი ცოდნა იმისა, რომ ავიღოთ და დავწეროთ ჩვენი ხელით 0-დან სრულყოფილებამდე ჩვენი კოდი. დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.